დილის წინ მართავთ გარეეთერებს, სადაც ჯეროს იმ პრობლემებზე, იმ საკითხებზე, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, ამხოლოდ ასეთი ჩამონათვალი გრძელია და ეს ასეც იტყვით ამის გვიჩვენებს, რომ მასაკითხები განიხილება აქვს და სასურველია, რომ არა მხოლოდ აქ განიხილებოდეს, არამედ ჩვენს უკან საზოგადოებრივი მაუწყების ეთერშიც დროეთმებოდეს იმ საკითხებს, რომელიც 120 წლის განმავლობაში აქ ჰქონდა დისკუსია და საინტერესო კითხვა-პასუხიც მიმდინარეობდა აუდიტორიასთან. ეს რეალიტეტის სპიკერები სამი ვიწდებით, ქალბატონ ლელა გაფრინდაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი და სოციოლოგი. ქალბატონ ლელა დღეს ისაუბრებს უციანი წლების საზოგადოების ასე ვთქვათ მდგომარეობაზე და იმ პროცესებზე, რაც ამ საზოგადოებას გააჩნდა ოკუპაციის მიმართ. და ასევე შეგვიძლია გიორგი ჭკადოა, ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტი, ისტორიკოსი, რომელიც სწორედ ამ უციანი წლების გარდა იმისა, რომ ძალიან საინტერესო წლებები აქვს მიწაზე საზოგადოების შესახებ, სწორედ უციანი წლებზე და აჯანყებაზე ისაუბრებს. შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანია ვისაუბროთ ოკუპაციის აღქმაზე დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში. სამწუხაროდ ეს დღე დაყვანილი არის მხოლოდ 25 თებერვალთან და 19 თებერვალთანაც მეტაკლებად ეგრეთ წოდებული ასე ვთქვათ იუნკერების დღესთან დაკავშირებით და ამავდროულად არის დაყვანილი მხოლოდ 25 თებერვალთან. რეალურად თვითონ საოკუპაციო პროცესები და შეტაკებები და ომიც არ ყოფილა მხოლოდ 25 თებერვალი, ეს იყო მთელი მონაკვეთი 12 თებერვლის ღამიდან, მაშინ როდესაც დაიწყო პირველი შეტაკებები 21 წლის 18 მარტამდე, ანუ ბოლო დღემდე, როდესაც დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება ტოვებს ბათუმს და ბათუმში მიმდინარეობს ასე ვთქვათ უკვე არა მხოლოდ წიწლების, არამედ თურქების მიმართ ბრძოლების და ეს სრულდება სწორედ ამ 18 მარტს. ამიტომ ოკუპაციის პროცესით და თვითონ ეს საოკუპაციო ჯარების წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაც არ არის რაღაცა ერთ დღეზე დაყვანილი, ეს არის 40 დღეზე მეტი და აქაც არ არის მხოლოდ ერთი აქტორი, რომელიც ამიტომ ჩვენს მეცნიერებაში არის დარჩენილი როგორც იუნკერები, რომლებიც იბრძოდნენ მხოლოდ იუნკერები უწევდნენ წინააღმდეგობას წითელ არმიას. ამ წინააღმდეგობაში სხვადასხვა ფრონტზე ჩართული იყო 40,000-მდე საქართველოს მოქალაქე, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებიდან, სხვადასხვა სოციალური კლასებიდან, სხვადასხვა საჯარისო შეტაკებებიდან და ეს იყო მართლა ძალიან დიდი წინააღმდეგობა, უბრალოდ მტერი იყო ჩვენზე ბევრად დიდი, ბევრად გავლენიანი და შესაბამისად ბევრად ვერაგი. და ეს თვითონ ოკუპაცია სამწუხაროდ ჩვენს საზოგადოებრივ და საერთოდ მეცნიერებაში, ისტორიულ მეცნიერებაში ძალიან არასწორად, ძალიან ბევრი მითების გავლენის ქვეშ არის და ეს მითები ჩვენში გამჟდარია და დღეს შევეცდებით ამ მითებზე ძალიან ცოტა მცირე ვისაუბროთ და მთავარი რაც ხდება ოკუპაციის შემდეგ დღეს სწორედ ამაზე გვექნება საუბარი. ჩვენთან არის ეს თითქოს შეეგუა საზოგადოებამ, თითქოს მოხდა ეს 25 თებერვალს აიღეს თბილისი და ამის შემდეგ არაფერი არ ხდება. არა და ამ დროს ჩვენ გვაქვს უზარმაზარი გამოცდილება ძალიან ტრაგიკული, ძალიან სისხლიანი, თუ რა ხდება უციან წლებში და შეგიძლიათ რაღაცა გავიგოთ. 1920 წლის აჯანყებას, ისიც ძალიან ფრაგმენტული. რეალურად აქ იყო ძალიან დიდი დაშლილი გეოგრაფიულად წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელსაც დღეს შევეცდებით, რომ სხვადასხვა სეგმენტზე ვისაუბროთ. პირველი გიო დაიწყებს და შემდეგ ქალბატონი ლელა. სალამი. ასეთ მიკროფონთან, ასეთ გაშლილ-სივრცეში პირველად ვარ და თუ მადაბლა ვილაპარაკე გვანისეთ და მას პირველ რიგში მადლობა ყველას, ვინც აქ ხართ და ვინც ყოველდღე აქ ხართ, ან გამოშვებით, ან ვიღაში ერთხელ მაინც. მადლობა ყველას, ვინც აქ ხართ და ვინც მონაწილეობთ ამ პროტესტში, როცა შეგიძლიათ მაშინ. დღეს მე მინდა ვილაპარაკო უფრო მეტად გასაბჭოების არქიტექტურაზე, რას გვისმის რეალურად არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ შინაარსობრივი გასაბჭოებაც, როგორ იცვლება ხალხის ყოველდღიურობა გასაბჭოების შემდეგ, რას ნიშნავს იდეურად ეს ტერმინიც და როგორი არის ქართულების პასუხი, ქართული საზოგადოების პასუხი. როგორც ირაკლი მახსენა, გასაბჭოება არ მოხდა არც 25 თებერვალს და ჩემი აზრით რთულია თავისი მთელი
შინაარსით გასაბჭოების მომენტის დაჭერაც, იმიტომ რომ ძალიან დროში საკმაოდ გაწელილი პროცესი არის. მაშინ, როდესაც თბილისი 25 თებერვალს გადადის ტრის ხელში, ვახსენებ, რომ მარტის ბოლომდე ბრძოლა გრძელდება და ეს ბრძოლა არა მხოლოდ იარაღით და იდეურად და პოლიტიკურად, არამედ ყოველდღიურად და ყოველ დეტალში შეგვიძლია ამოვიგეთ. სანამ დეტალურ განხილვაზე გადავიდოდე, პირველ რიგში მომნიშნავ ალბათ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოსტულატს, რაც ჩემი აზრით გასაბჭოების ამბის მოპოვებაში არის მნიშვნელოვანი და ხანდახან გვავიწყდება ხოლმე. ეს არის ის, რომ 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომი არის რეალურად პირველი ქართული გამოცდილება, როცა საქართველო როგორც ქვეყანა, საქართველო როგორც ერი სახელმწიფო, შემდგარი ერი სახელმწიფო, რომელმაც ჩაატარა არჩევნები და აირჩია ხალხმა, გამოიყენა ხალხმა საკუთარი სამოქალაქო უფლებაც და ვალდებულებაც, აირჩია ახალი მთავრობა და შესაბამისად აირჩია სამომავლო განვითარების გეზი. ამაში ხალხმა პირდაპირ მონაწილეობა მიიღო. და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთ თვითგამორკვეულ საზოგადოებას იპყრობს იმპერია. და შესაბამისად იწვევს ეს განსხვავებულ მიზეზშედეგობრივ ბმებს განსხვავებულს წინარე პერიოდისგან და საქართველოს წინარე ისტორიისგან. თითქოს გასაბჭოება ჩვეულებრივი ამბავი არის, ბევრი ომია საქართველოს დამეთანხმებით, ბევრჯერ მოუგია, ბევრჯერ დამარცხებულა და ასე შემდეგ, მაგრამ გასაბჭოება არის თვისობრივად ახლა. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში რთულია თვითგამორკვეული ერის გაკონტროლება და მისი გეზის ასე ვთქვათ, ძალდატანებით შეცვლა. ამისთვის საბჭოთა ხელისუფლებას ჰქონდა კონკრეტული გეგმა და ეს გეგმა პირველ რიგში ჩანს თუნდაც ნოე ჟორდანიას გამოგზავნა პირველ წერილში, რომელიც მან ემიგრაციიდან გამოუგზავნა თავის აქ დარჩენილ პარტიის წევრებს, სადაც ის ამბობს, რომ ემიგრაციაში წასვლის შემდეგ მათ დაუხვდათ ევროპაში ასეთი ამბავი, რომ საქართველოში ომი არ ყოფილა. საბჭოებმა გაავრცელა სრული ინფორმაცია, დეზინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოხდა ბოლშევიკური რევოლუცია და ხალხმა თავისი ნებით შეცვალა მთავრობა, ოღონდ შეცვალა რევოლუციით, იმიტომ რომ მთავრობა თავის ნებით არ მიდიოდა, უზურპატორი მთავრობა ბოლშევიკების დახასიათებით და ხალხს მოუხდა ბრძოლა გათავისუფლებისთვის და ამ ბრძოლაში რუსეთის და რუსული ინტერნაციონალისტური არმიის ძმური არმიის დახმარებით ქართველმა ხალხმა როგორც იქნა მოიპოვა თავისუფლება იმპერიალისტი მთავრობისგან, მენშევიკებისგან მიღმართ ბოლშევიკურ ტერმინს. ნოე ჟორდანი ამბობს, რომ ეს ამბავი იყო გასაოცარი მათთვის, იმიტომ რომ არ ეგონათ, რომ ბოლშევიკებიც კი იკადრებდნენ ესეთ ტყუილს, იკადრებდნენ იმიტომ, რომ დასაწყისში ბოლშევიკები ამბობდნენ და გულზე ჯიქს იცემდნენ, რომ აი ჩვენი არმია შევიდა საქართველოში და საქართველო დაიპყრო და ტრაბახობდნენ ამით, მაგრამ მე როდესაც არ მოიწონისო მათი ასეთი ქმედება და ინტერვენცია საქართველოს ტერიტორიაზე ევროპაში შეიბრუნეს კეხი და სულ საპირისპირო ამტკიცეს. ამტკიცეს ის, რომ საქართველოში არანაირი ომი არ ყოფილა და ხალხმა გადააგდო მთავრობა. ამისთვის ემიგრაციულ მთავრობას უწევს კოლოსალური მუშაობის გაწევა, რომ შექმნას იქ გაზეთები, ჟურნალები, გააგზავნოს თითოეულ ქვეყანაში, თითოეულ
პოლიტიკურ პარტიასთან და თვითონ მთავრობასთან წარმომადგენელი, რომელიც იტყვის რეალურად რა მოხდა 1921 წლის თებერვალში. ანუ ჩვენ გვიწევს არა მხოლოდ დამოუკიდებლობის დაბრუნების მცდელობა და რომ ის ცხადოთ, არამედ ის რომ ვამტკიცოთ კიდეც რომ ოკუპირებულები ვართ. და ამის მტკიცება არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ გვიწევს, არამედ ქვეყნის შიგნითაც. ოღონდ მტკიცება აქ ფორმალურად, იმიტომ რომ რეალურად შიდა ნარატივიც, რომელსაც საბჭოთა პროპაგანდა აყალიბებს, არის რომ გასაბჭოების დღე არის ზეიმი. ეს არის 25 თებერვალი არის ხალხის გამარჯვების დღე, საქართველოს გამარჯვების დღე და ყოველ წელს 1922 წლიდან მოყოლებული ისინი ზეიმობენ გასაბჭოების დღეს. თუმცა დამეთანხმებით, რომ შეუძლებელი არის ალბათ ასე სწრაფად შეცვალო ხალხის მახსოვრობა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ერი არის თვითგამორკვეული და ერი გაერთიანებულად იბრძვის დამპყრობლის წინააღმდეგ. ამიტომ ნარატივი ხდება, ანუ ეს პროპაგანდა საბჭოური ხდება მორგებული ადგილობრივ რეალობაზე, მორგებული იმ კუთხით, რომ ისინი ამბობენ, რომ რეალურად ის, რასაც სოციალ-დემოკრატები მათი სიტყვით, მენშევიკები ამბობდნენ, პირდებოდნენ, ხალხს ეს იყო სრული ტყუილი და კი საქართველოს შეიძლება იბრძოლა ამ ომში, მაგრამ იბრძოლა არასწორ მხარეს ფაქტობრივად. მოგვაგონებს ეს იმ პროცესებს, რა პროცესებსაც ყოველდღურად ჩვენ ვუყურებთ ტელევიზორში დღესდღეობით, როცა ქართულ ხალხს ასამართლებენ იმისათვის, რომ მან აგრესორი, იმპერიალისტი ქვეყნის წინააღმდეგ სცადა და დაიცვა დამოუკიდებლობა. სცადა და დაიცვა დამოუკიდებლობა. რომ სცადე, ესეც დანაშაულია, იმიტომ რომ შეგეშალა. და ესეც ცხადია, რთული არის ამის ხალხისთვის დაჯერება და არ გამოსდის ეს ბოლშევიკურ პროპაგანდას, არ გამოსდის და ეს ძალიან კარგად ჩანს 1921-1924 წლის წითელი 4 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ აჯანყებას, რომელიც 1924 წელს ხდება, არ არის სწრაფად დაგეგმილი, მოუფიქრებელი, ავანტიურისტული ან ასე შემდეგ, ზუსტად იმ ეპითეტებს ვიყენებ ახლა, რასაც ბოლშევიკური პროპაგანდა შემდგომში იყენებს აჯანყების აღსაწერად. 1920 აჯანყების მზადება იწყება 1921 წლიდანვე. თბილისის და საქართველოს დატოვებიდანვე იწყება აჯანყების მზადება და აჯანყება არ არის ერთადერთი გზა ბრძოლის. ნოე ჟორდანია იმ პირველ გამოგზავნილ წერილში ასევე ამბობს, რომ საქართველოს ბრძოლა არ არის მხოლოდ სამხედრო, არის ასევე სამოქალაქო. და ადამიანებს და პარტიებსაც მოუწოდებს და ეუბნება, რომ თუ თქვენ მიიჩნევთ, რომ საქართველოში ჯერ კიდევ შეიძლება არჩევნების გზით რაიმე მაინც შეიცვალოს, მაშინ არჩევნებს უნდა მიიღოთ მონაწილეობა. იმიტომ რომ მანდ არის ხალხი, რომელიც თქვენი ამომრჩეველია და ამ ხალხისგან შესაბამისად მოდის დაკვეთა, რომ თქვენ ამგვარი ბრძოლის გზა გააგრძელოთ. მაგრამ თუ შექმნილი გარემოება არ გაძლევთ ამის საშუალებას, არ უნდა დავხარჯოთ ძალისხმევა საარჩევნო ბრძოლაში და მთლიანად უნდა მივმართოთ ძალისხმევა კარგად მოფიქრებულ და დამუშავებულ დაუმორჩილებლობასა და წინააღმდეგობაში. და ის რომ 1924 წლის აჯანყება ასევე არ ჰგავს იქამდე არსებულ ქართულ აჯანყებებს, ესეც მიგვანიშნებს იმისკენ, რომ სრულიად თვისობრივად ახალი რაღაც ხდება მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოსთვის. რაც გულისხმობ, რომ 1924 წლის აჯანყება არის პირველი ქართული ანტირუსული აჯანყება, სადაც ერთდროულად მთელი ქვეყანა მონაწილეობს. ეს არ არის მაგალითად მე-19 საუკუნის დასაწყისში არსებული აჯანყებები, რომელიც არის რეგიონალური, თიანეთის აჯანყება, კახეთის აჯანყება, სამეგრელოს, იმერეთის, ქართლის, ნებისმიერ. ეს არ არის რეგიონალური, ეს არ არის
ადგილობრივი კონკრეტული მიზეზით გამოწვეული ან კონკრეტულად ვიღაც ჯგუფს ან ფეოდალს ან ვიღაცას რომ ეწყინა რაღაც. ეს არის პროცესის ნაწილი, წინააღმდეგობის ნაწილი, სადაც მონაწილეობს თითოეული ადამიანი, ცხადია ეხლა პირდაპირ მნიშვნელობით თითოეული ადამიანი ცხადი არა, მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობა და მინდა რომ ამ იდეით შევაჯამოთ ჩემი დღევანდელი გამოსვლა, რომ თუ დაუკვირდებით აღწერას 1924 წლის აჯანყების აღწერას და დახასიათებას, რას წერენ, რას ლაპარაკობენ უშუალო მონაწილეები. იქ ნახავთ, რომ რეალურად პროცესი, რაც მიმდინარეობს, ეს არის დღევანდელი გამოსახედიდან სამხედრო აჯანყება, ამას აქვს მეორე პლასტიც, ეს არის დამოუკიდებლობა ხალხის. რადგან 1924 წლის აჯანყებას იმდროინდელი თანამედროვეები ასევე ეძახიან გამოსვლას. 1924 წელს ხალხი აჯანყდა, 1924 წელს ხალხი გამოვიდა. ხალხი გამოვიდა გულისხმობს პირდაპირ მნიშვნელობით გულისხმობს იმას, რომ ხალხი არ არის თანახმა იმ დღის წესრიგზე, რა დღის წესრიგსაც ბოლშევიკური მთავრობა ქმნის, არ არის თანახმა იმ მომავალზე, რა ტიპის მომავალსაც ბოლშევიკური და რუსული დისკურსის თავაზობს და გამოდიან ამ აწმყოს წინააღმდეგ. და გამოსვლა არ არის აუცილებელი მაინც რომ მთავარი შეტაკების ეპიცენტრში გამოხვიდე ან მთავარ გეგმას მიხვდე, რაც შეიძლება რაღაც მომენტში აჯანყების მინუსიც კი იყოს, ხო, როგორც თუნდაც ნოე ამბობს. არამედ ის, რომ ხალხის სახლიდან თავიანთი საკუთრებიდან გამოვიდა ეზოში, საჯარო სივრცეში, იმ ადგილას, სადაც სხვებსაც შეიძლება გამოსვლა, გამოვიდა თავისი ყოველდღიურობიდან და გამოვიდა ბოლშევიკური დისწესრიგიდან და თქვა უარი, რომ ჩვენ ამ აწმყოზე თანახმა არ ვართ. სამწუხაროა, რომ ეს აჯანყება დამარცხდა, რომელსაც ასევე ახალი ტალღა მოჰყვა დეზინფორმაციისა, რომ ეს იყო ავანტიურა, რომ ეს იყო ასევე ისე ცდელობა ძველი მთავრობისა, რომ ძალაუფლება ჩაეგდო ხელში და ასე შემდეგ. და ამის შემდეგ იწყება მიზანმიმართული უკვე ძალიან დიდი და ვრცელი რეპრესიები არა მხოლოდ პოლიტიკოსებზე, არა მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტებზე, არამედ ყველას. სადაც გამოსვლა ის, რაც 1924 წელს მოხდა, გამოსვლაც კი უნდა გახდეს საშიში. უნდა გახდეს თითოეული ადამიანისთვის საშიში, უნდა გახდეს საფრთხის შემცველი პირდაპირ მნიშვნელობით, რომლის ალტერნატივა არის გალაღებულ, ზიან, შვიდ ქვეყანაში ცხოვრება, წარმატებული ეკონომიკური ტემპით, წარმატებული მომავლით, რომელიც არის გარანტირებული ბოლშევიკების მიერ. და თუნდაც იგივე ის, რომ ცოტა ხნის წინ ვუყურებდი პირველი არხის ახალი შენობის რეკლამას. და აი თუ გინდათ ნახოთ, როგორი არის მეთოდი იმდროინდელი მთავრობისა, როგორ უნდა დაადო აუცილებლად მხოლოდ ორი არჩევანი წინ დაუდო ხალხს და უთხრა, რომ ამ არჩევანს აირჩევ და შენთვის იქნება ყოველდღე გაღვიძება საფრთხის შემცველი, თუ არა და აი მაღალტექნოლოგიური შენობა ახალ უბანში, რომელიც აღჭურვილია ძალიან დიდი და ფართო აუდიტორიებით და გადაცემის მოსაწყობი პანელებით, სადაც აუცილებლად მიიღებთ ძალიან დადებით, კარგ და სასიხარულო ინფორმაციას თქვენი გაბრწყინებული ქვეყნის შესახებ მომავალში. და ეს არის თითქოს ცხადი არჩევანი მაგალითად ამას ვიტყოდ დამთავრებ 1927 წლის რეპრესიების დროს, თუნდაც როდესაც მაშინ როცა ქართული, ასე ვთქვათ, არა მხოლოდ ინტელიგენცია, არამედ ყველა ადამიანი, რომელსაც რაიმე ნიშის
პროტესტის გამოხატვა და ჩამოყალიბება შეუძლია ეწირება საბჭოთა რეპრესიებს და პარალელურად მოსკოვში მიმდინარეობს 36 წელს თბილისის ქართული კულტურის დეკადა, სადაც რომელი წელი 17 ზუსტად, სადაც პოლიფონია ქართული, ვეფხისტყაოსანი, ილია ჭავჭავაძე, მნიშვნელოვანი ადამიანების ქება, დიდება და პოლიფონია, რომელსაც უნდა შეუერთდე, თუ არ შეუერთდები, მაშინ შენ იქნები ხალხის მტერი, იმ კულტურის მტერი, რომელსაც ვაქებთ მოსკოვში, რომელსაც იმ მომენტში ეწოდა მზიანი საქართველოს, სლოვენია, გრუზია ეწოდა. ეს არის მთელი შინაარსი, რომელიც 21 წლიდან იწყება და რამდენი წლის განმავლობაში სხვადასხვა ტაქტიკით მიმდინარეობს საზოგადოების სხვადასხვა ნაწილზე, რომელიც არც 37-ში დამთავრებულა, არც 40-იანებში და მუდმივი ფაქტობრივად ეს გამოარჩევს საბჭოთა რეპრესიებს, ეს არის მუდმივი სისასტიკე და რეპრესია. და აშკარა არის ალბათ ის იგივეობა, თუნდაც არქიტექტურულიც, რასაც დღეს ჩვენი მთავრობა იყენებს ქართველი თვითგანმოყვეული ერის წინააღმდეგ. მადლობა გიორგის, სანამ ქალბატონელას გადავწყვეტ, სამი პატარა ჩანართი ძალიან საინტერესო იქნება გიორგის საუბართან მიმართებაში. სამი ძალიან ისეთი ინტენსიური მითია ჩვენ საზოგადოებაში გამჩნდარი. ერთი ეს არის, რადგან ალბათ ჩემთანაც მოგვიწერს, დაკითხვები შეიძლება იყოს, რომ 21 წლის მარტში თითქოს აქედან გაიცა მთელი პოლიტიკური ელიტა, თითქოს შეატოვეს და ამის გაგრძელება იყო მეორე მითი, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ გაავრცელა 21 წლის მარტში და დღესაც არის აქტუალური, რომ ჟორდანიამ თავისი ციხისტით, თავისი წინაუხადავობით ასე ვთქვათ, შეაწყვიტა ახალგაზრდა ბიჭები წითელ არმიას, რაც დღესაც გვესმის, რომ აი დღესაც ჩაიხოცდნენ ხელისუფლების ასე ვთქვათ, გაუთვალისწინებელი რაღაცა და ზედმეტი ამბიციების გამო შეეწინნენ ახალგაზრდები უაზრო ომს. მაშინაც იყო ზუსტად 21 წლის მარტში მე მგონი მამია ორახელაშვილი ამბობს ზუსტად იგივე სიტყვებს, რომ ჟორდანიას ავანტიურას შეეწირა ქართველი ახალგაზრდები. აქვე იყო მეორე მითი, რომ ეს ახალგაზრდები შეეწირა და მთელი პოლიტიკური ელიტა გაიქცა ქვეყნიდან, რაც იყო სრული აბსურდი. ძალიან მცირე ნაწილი წავიდა ემიგრაციაში კონკრეტული მიზნით და აქ დარჩენილი პოლიტიკური ელიტის აბსოლუტური უმრავლესობა შემდეგ უკვე გიორგის ნახსენები. 24 წლის აჯანყების შემდეგ და 27 წელს უბრალოდ ფიზიკურად გაანადგურეს. აქ საუბარი არის დამხმარებელი კრების მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველობის 90-მდე გავლენიან პოლიტიკოსზე, რომელიც უბრალოდ ფიზიკურად განადგურდა. და მესამე მითი, რაც გიორგიმაც ახსენა, ეს ეგრეთ წოდებული ადგილზე რევოლუციის მოხდენის ფაქტორი, არა ოკუპაციის, არამედ რევოლუციის. 21 წლის ბოლოს ფილიპე მახარაძემ მოსკოვში გააგზავნა ანგარიში რა მოხდა 21 წლის თებერვალ-მარტში თბილისში. სადაც მახარაძე პირდაპირ ღია წერს, რომ 21 წლის თებერვალში, როცა წითელი არმია შემოიჭრა საქართველოში, ადგილებრივმა მცირე რაოდენობით კომუნისტებმა, რომელიც საქართველოში იყვნენ, უბრალოდ არც კი იცოდნენ რა ხდებოდა და სანამ თბილისთან არ მოვიდა წითელი არმია, უბრალოდ ქართველი კომუნისტები საერთოდ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ რა ხდებოდა, არათუ რევოლუცია არ მოხდა რა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ეს რეალურად აქ არანაირი რევოლუციური პროცესები, არანაირი გავლენა ადგილობრივ კომუნისტებს უბრალოდ არ გააჩნდათ. და ეს მითი, რომელიც მაშინ დაიწყო საბჭოთა ხელისუფლებამ და დღესაც სამწუხაროდ გრძელდება, უბრალოდ არის მითი, რომელსაც არანაირი რაღაც პოლიტიკური ან სხვა რეალური წყაროები ან რეალური გავლენები არ აქვს. ქალბატონელია. თავეთანხმები გიორგისაც და ირაკლისაც, რომ სამწუხაროდ 1924 წლის წინააღმდეგობის და საერთოდ ანტიბოლშევიკური წინააღმდეგობის შესახებ საქართველოში მითები უფრო მეტია, ვიდრე რეალური ცოდნა. არადა ეს არის ცოდნა, ეს არის პოლიტიკური ისტორია, რომელიც უნდა ინტეგრირებული იყოს საგანმანათლებლო სისტემაში. არა მხოლოდ თქვათ უმაღლეს
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, არამედ სკოლებში. იმიტომ რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ისტორია საქართველოსი, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ქართველი ხალხის ბრძოლის ისტორია და ეს არის უმნიშვნელოვანესი იმ აზრითაც, რომ ჩვენ დავინახოთ კავშირი თანამედროვე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ, სამოქალაქო პროცესებსა და იმ პროცესებს შორის, რომლებიც ხდებოდა საქართველოში 1920-იან წლებში. რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა იწყება 1921 წლიდან, ანუ აი ამ ანექსიის პერიოდიდან და საინტერესო ხდება ის, რომ ესე იგი ყველა ფენის აღწერა ჩვენ სამწუხაროდ აი ამ წინააღმდეგობის არ შეგვიძლია. და ის რომ აღწეროთ ყველა ფენის წინააღმდეგობა, თქვათ გლეხები რა წინააღმდეგობას უწევდნენ, მუშები, ინტელიგენცია, სამხედრო წინააღმდეგობა როგორი იყო, ჩვენ გვჭირდება ბევრად უფრო ვრცელი მასალა ანალიზისთვის, ვიდრე საშუალებას გვაძლევს თქვათ ბიბლიოთეკები, ხო? დღეს საუბრობთ სწორედ არქივებზე, სადაც მასალების, რა ვიცი, 99% მტვერდადებულია და შეუსწავლელია. იმიტომ რომ საბჭოთა პერიოდში მოგეხსენებათ ამ პერიოდის საერთოდ რამე დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული თემის შესწავლა, კვლევა ამ საკითხების იკრძალებოდა და ეს ძალიან საშიში იყო. მაგრამ პოსტსაბჭოთა პერიოდში სამწუხაროდ ხელისუფალთა, ვთქვათ, იმ ადამიანთა უმრავლესობა, ვისაც ეხება დაგეგმვის საგანმანათლებლო პოლიტიკა ამ მიმართულებით, თითქმის არ გულისხმობს ამ ტიპის პოლიტიკური ისტორიების კვლევას. ვთქვათ, 1921 წლიდან 1924-მდე პერიოდის კვლევას. არად ეს არის უმნიშვნელოვანესი თვითონ პერსონალურად ჩვენთვის ადამიანებისთვის. ჩემი წინაპრების 80% არის მსხვერპლი 1924 წლის აჯანყების სვანეთში ჩემი დედის მხრიდან წინაპრები მონაწილეობდნენ აი ამ სვანეთის აჯანყებაში და უმრავლესობა მოკლეს ქუჩაში და შემდეგ უკვე 30-იან წლებში ვინც დარჩა აი ამ 21 წლის წინააღმდეგობის 24 წლის წინააღმდეგობის შემდეგ უკვე 30-იან წლებში დახოცეს. მაგრამ იმ წინაპრებიდან, რომელიც მე მახსოვს, ბებია ჩემი, ბაბუა ჩემი, ჩემ მშობლებს აბსოლუტურად გამოვრიცხავ. არანაირი ინფორმაცია მე მათ შესახებ არ მქონდა. რომ არასოდეს დედას მაგალითად არ უხსენებია, რომ მისი წინაპრები იყვნენ 24 წლის აჯანყების და 37 პროცესების მსხვერპლები. არც ბებია ჩემს, რომლის მამა 24 წლის აჯანყების ერთ-ერთი ლიდერი იყო ქვემო სვანეთში და მოკლეს ქუჩაში, არასოდეს მამა არ უხსენებია ჩემთან. მაშინ, როდესაც ყველაფერზე, რა ვიცი, რა მოყავდათ მოსავალი მის სოფელში და ქალები როგორ მშობიარობდნენ, ყველაფერი ვიცოდი ამის შესახებ, მაგრამ ამ პოლიტიკური ისტორიის შესახებ, რა თქმა უნდა, არაფერი არ ვიცოდი, იმიტომ რომ იკრძალებოდა. მეორე რისი თქვა წმინდა არის შემდეგი, რომ აი ჩვენ კვლევარებს განსაკუთრებით გვესმის ეს, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ყოველთვის მივადგებით რაღაც საკითხებს, რომლებსაც აი ვერ უძებნით ამოხსნას, ხო? რა თქმა უნდა, ერთია პერსპექტივა, რომლითაც ჩვენ ქართველები ვაფასებთ 1921-24 წლის რეზისტენციას და მეორე არის როგორ უყურებენ ამ წინააღმდეგობას იგივე ევროპელები. როგორ უყურებენ რუსები. ისევე როგორც მთელი ქართულ-რუსული წინააღმდეგობა რუსულ წყაროებში არის სულ სხვანაირად მოყოლილი და რადიკალურად განსხვავდება იმ ისტორიისაგან, რასაც ყვებიან ევროპელები, ეს არის უმნიშვნელოვანესი და ჩვენ რომ სრულფასოვანი სურათი შევქმნათ ამ პროცესებში, აუცილებლად გვჭირდება ეს ორივე, უბრალოდ სამივე წყარო, ქართული, რუსული და ევროპული. მხოლოდ ამ სამივე წყაროს შედარებითი ანალიზით ჩვენ შეგვიძლია რაღაცნაირი რეკონსტრუქცია იმისა, რა ხდებოდა იმ პერიოდის საქართველოში.
ეხლა ჩვენ ეხლა ხარგნეთ ერთ-ერთი ფრანგი, წარმოშობით ჰოლანდიელი ჟურნალისტი, მწერალი ოდეთ კენი, რომელიც ძალიან საინტერესო ფიგურა არის. შარშან გამოვეცით მისი ერთ-ერთი წიგნი, რომელიც უბრალოდ მოგზაურობას აკეთებს საქართველოში, ოქროსაწმისის ქვეყანაში და ახლა ვამზადებთ გამოსაცემად მის მეორე წიგნს, რომელიც უკვე პოლიტიკაზე არის კონცენტრირებული, ანუ ეს არ არის ზოგადად ვთქვათ ქართული სამზარეულო და მდინარეები, ტბები და წყაროები და ასე შემდეგ, ხო? ყვავილები, ან ისტორიული ძეგლები, ხო? აქ არის ფოკუსი იმ პოლიტიკურ 1920 წელს იყო ჩამოსული იმ პოლიტიკურ პროცესებზე, რომელიც ხდება ამ დროს საქართველოში. და სამწუხაროდ საფედნიეროდ წიგნის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია წავიკითხოთ არა მხოლოდ ის ისტორია, რასაც ქართული პოლიტიკოსები აკეთებენ ისტორიისთვის, არამედ უცხოელები, იმიტომ რომ მოგესალმებათ აქ არის საელჩოები, საფრანგეთის არის ინგლისის წარმომადგენლობა, რა თქმა უნდა რუსები არიან დიდი დოზებით, მაგრამ არიან სხვა პოლონელები, ჩეხები და ასე შემდეგ და საინტერესო არის მათი პოლიტიკური შეხედულებები და მიკერძოებები, თქვა, ხო? პროქართული თუ პრორუსული თუ პროევროპული მიკერძოებები და ესეც აი მეთოდებული დოკუმენტური პოლიტიკური პროზა ჩვენ საშუალებას გვაძლევს უბრალოდ გვეხმარება იმაში, რომ არ წავიკითხოთ ისტორიას სწორხაზოვნად, არ წავიკითხოთ მხოლოდ ერთი მიმართულებით, იმიტომ რომ ერთი მიმართულებით წაკითხვა აუცილებლად მივყავართ შეცდომამდე, იმიტომ რომ პოლიტიკური პროცესები რაც ხდება საქართველოში დღეს და რაც ხდებოდა მთელი პოსტსაბჭოთა თუ საბჭოთა პერიოდი ერთნაირი სიძლიერით არის დაკავშირებული როგორც რუსეთის როგორც ტირანული სახელმწიფოს ისტორიასთან, ასევე ევროპის როგორც იმ ცივილიზაციის ისტორიასთან, რომლის ნაწილიც ვიყავით ჩვენ სულ და ვიბრძვით მთელი ეს პერიოდი იმისათვის, რომ დავბრუნდეთ ამ ჩვენ ისტორიულ, ჩვენთვის კულტურულად, პოლიტიკურად ყველაზე მისაღებ სივრცეში და ეს აუცილებლად მოხდება, იმიტომ რომ აი ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი, აი 24 წლის აჯანყების შემდეგ, 30-იან წლებში, როდესაც ადამიანებს უკვე ეგონათ, რომ აი ვერაფერი ვერ მოხდება ისეთი, რაც შეიძლება იყოს, თქვათ, შთამაგონებელი, რამაც შეიძლება ქართველები წაგვიყვანოს დამოუკიდებლობისაკენ, თავისუფლებისაკენ. აი ამ მომენტშიც კი, აი ბევრი იყენებს ამ შედარებას, სხვათა შორის მემუარისტი, რომ აი როგორც თერფლიდან წამოდგებოდა ხოლმე ქართული საზოგადოება და ეხლა ჯერჯერობით არა ვარ დაფერფლილი, ღმერთმა დაგვიფაროს, ეს საერთოდ სხვა ეპოქა არის, ხო? თანამედროვე ეპოქა, მიუხედავად იმისა, რომ საფრთხეები აბსოლუტურად იგივე გვაქვს ჩვენ, რაც გვქონდა მე-20 საუკუნის 20-იან წლებში, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ სამყარო არის უფრო გახსნილი, ინფორმაცია არის უფრო ხელმისაწვდომი, ასევე ჩვენ გვყავს ეხლა მეგობრები, ბევრად უფრო ცხადი მეგობრები, ვიდრე ეს გვყავდა 1920-იან წლებში. მე მაფიქრებინებ, რომ დარწმუნებული ვარ თქვენ ყველას, რომ ეს ჩვენი ბრძოლა არ არის გამწირული სულისკვეთება, ხო? ეს აუცილებლად დამთავრდება ჩვენი დამოუკიდებლობის გამყარებით, თავისუფლების ხელახალი მოპოვებით, უფრო მყარად, ვიდრე ეს იყო აქ. დიდი მადლობა. შეჯამებისკენ წავიყვან და ორ მნიშვნელოვან ასპექტზე შევჯერდები. ერთი, რაც 24 წლის აჯანყებასთან და ზოგადად წინააღმდეგობასთან არის დაკავშირებული, საბჭოთა მითი, რასაც წარმოადგენდა საზოგადოებაში, რომ ეს წინააღმდეგობა იყო კლასობრივი და ეს იყო ჩაკეტილი მხოლოდ ეგრეთ წოდებულ თავადაზნაურ წინააღმდეგობაში. იმიტომ რომ ძალიან ხშირად საბჭოთა პრესა და ოფიციალური პოლიტიკაც 24 წლის აჯანყებას მოიხსენებდა როგორც ავანტიურას მენშევიკების და თავადაზნაურობის. მენშევიკებს ვერ ვარყოფდი, რადგან ესენი წინა პლანზე ჩანდნენ და ეს კაფიო იყო, იმიტომ რომ დაჯილდო უმრავლესობა მენშევიკი იყო, ამას ვერ ვარყოფდნენ და მეორე ეს იყო თავადაზნაურობა. რეალობა არის აბსოლუტურად განსხვავებული, იმიტომ რომ ამ წინააღმდეგობაში ჩართული იყო ყველა კლასი.
პირველი კლასი საზოგადოების პირველი ფენა, რომელიც ჩაერთო ჯერ კიდევ 21 წლის თებერვალ-მარტში, ეს იყო მუშები. პირველი წინააღმდეგობა, რაც საბჭოთა ხელისუფლებას, როგორც შრომელთა ხელისუფლება შეხვდა, იყო სწორედ შრომელები. 21 წლის მარტში ყველაზე დიდი წინააღმდეგობა დაუწია პროფკავშირები. ამის აქედან გამოსავალი საბჭოთა ხელისუფლება მარტივად იპოვა. ხოლო 21 წლის მარტიდან ივლისამდე თბილისიდან გააძევეს 6000-ზე მეტი მუშა. უბრალოდ გაყარეს სამსახურიდან, გააძევეს დაახლოებით 1000-დან 1500-მდე გადაიყვანეს რუსეთში და ეს იყო რეალურად მოშორება დედაქალაქიდან იმ მასის, რომელიც ყველაზე უფრო ორგანიზებული იყო. ეს ორგანიზება მათ მოსდებდა უკვე 30-40 წლის გამოცდილების გამო და ეს იყო ძირითადი დასაყრდენი ქალაქში, იმიტომ ეს მუშები იყვნენ მებრძოლები, იარაღსაც ხშირად იღებდნენ თემში, გვარდიაში იბრძოდნენ და ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ხელისუფლება არ იყო, დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება არ იყო ქვეყნიდან წასული, ისინი უკვე აცხადებდნენ, ეს არის 1921 წლის 16 მარტი, რომ ისინი უკვე აორგანიზებენ იატაკქვეშა შეერაღებულ რაზმებს, ძირითადად ჭიათურაში და დასავლეთ საქართველოში. ამიტომ 21 წელი ეს არის ძირითადად წინააღმდეგობა მუშებისგან, მუშები გამოდიან, აორგანიზებენ გაფიცვებს 21 წლის ნოემბერში, მემორანდუმებს აგზავნიან ევროპაში, 5000-მდე მუშა აწეს ერთ-ერთ მემორანდუმს ხელს. მიმართავენ ღიად პროტესტით, მიმართავენ რევკომს და აკავებენ. ეს წინააღმდეგობა 21 წლის დეკემბერში ერთ-ერთი წერილის მიხედვით 1000-ობით მუშა არის ციხეში გამომწვდომილი. ის ვინც არ არის ქალაქიდან გაძევებული. ეს ძირითადი წინააღმდეგობა მოდის 21 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, მუშებისგან და ჩვენსგან, ძალიან ახლოს უნივერსიტეტის სტუდენტებისგან. 21 წლის ოქტომბერში გაზეთი კომუნისტი წერს, რომ უნივერსიტეტი ეს არის ფედერალისტების და მენშევიკების სამეფო და ეს სამეფო უნდა მოისმოს. იმიტომ რომ სტუდენტები უნდა დაიცალონ ამ პოლიტიკური ნიშისგან. დღესაც ძალიან ხშირად ამას გვესმის, რომ ეს სტუდენტები არიან წინააღმდეგობაში და რატო შედიან პოლიტიკაში. რეალურად მაშინ ეს მუშები და პოლიტიკოსები, სტუდენტები იყვნენ ერთ პლანზე და ყველაზე მეტი სამწუხაროდ მათ მოხვდათ და ძალიან ბევრი შეეწირა ამ პრობლემას. და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არის რა ხდება უშუალოდ 24 წლის აგვისტოში. ესეც არ არის კლასობრივი, თითქმის ყველა კლასი მონაწილეობს. მუშები, რომლებიც ქალაქიდან ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. თავადაზნაურობა მონაწილეობს, პარტიები მონაწილეობენ, სოფლის ეგრეთ წოდებული ინტელიგენცია, მასწავლებლები, მგლები მონაწილეობენ. დახრეტილთა კლასობრივ წარმომადგენლობას თუ ნახავთ, იქ ძალიან ჭრელია ეს საზოგადოება, ძალიან სხვადასხვა ფენას წარმოადგენს. და პრობლემა და საკითხი, რომელიც დგას 24 წლის აჯანყების შეფასებისას, ეს არის მსხვერპლთა რაოდენობა, რომელსაც სამწუხაროდ ვერაფრით ვერ ვადგენთ, იმიტომ რომ განსხვავებით 30-იან წლებისგან, როდესაც ბატონ ლავრენტი ბერიამ უკვე, ასე ვთქვათ, როგორც იწვიან ჟარგონზე დაამხეცა დახრეტების ბიუროკრატია, ძალიან ბევრ ადამიანს თავის წინაპრის ფოტო აქვს, დახრეტის წინა ფოტო. იმიტომ რომ დახრეტის წინ ანკეტას ადგენდნენ, ფოტოებს უღებდნენ და ძალიან ესეთი ორგანიზებული იყო. 20-იან წლებში ასე არ ხდებოდა, ჩეკა პირდაპირ ხდება ქუჩებში და არ გვაქვს ზუსტი სტატისტიკა, რამდენი ადამიანი შეეწირა 21-დან 20 წლამდე. ერთ-ერთი მონაცემი, რაც სოციალ-დემოკრატულმა პარტიამ დაითვალა, ასე ვთქვათ, პიროვნულად, ეს არის 3916 ადამიანი, რომელიც 24 წლის აგვისტოს, სექტემბერ და ოქტომბერში შეეწირა, მათ შორის ძალიან ცნობილი პოლიტიკოსები, თუმცა უცხოელი ავტორები მაგალითად წერენ 12000 დახრეტეს. რაც ცოტათი მაინც ესეთი გაბერილი ციფრი ჩანს, მაგრამ რაც დანაკლებით ვიცით, ეს არის დაახლოებით 4000-მდე ადამიანი, რომელიც შეეწირა უშუალოდ 24 წლის აგვისტოს აჯანყებას. ამას ჩვენ უნდა დავამატოთ 21 წლის სვანეთის აჯანყების ფაქტი. 21 წელს საშინელებები ჩაიდინეს გურიაში, რომელსაც პირდაპირ წერდა ფილიპე მახარაძე და სხვა ლიდერები, რომ გურია ეს არის მენშევიკთა სამეფო და იგივე სერგო ორჯონიკიძე წერს, რომ უბრალოდ გურია უნდა გადაიყენოს, უნდა განადგურდეს, იმიტომ რომ 24 წლის აჯანყების წინაც გურიაში სოციალ-დემოკრატიულ პარტიას არალეგალურად ყავს 15-იან მეტი წევრი, ვიდრე ბოლშევიკო 3 წლის ხელისუფლებაში იყო ბოლშევიკო პარტია. ამიტომ ეს აჯანყების მასშტაბები ჯერ კიდევ ჩვენთვის საკმაოდ ბუნდოვანია, სამწუხაროდ ვერ ვადგენთ ისევ სიებს და არ გვაქვს ზუსტი სტატისტიკა, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ მინიმუმ 4000 ადამიანამდეა, რაც საქართველოს მაშინდელ მოსახლეობასთან შედარებით არის ძალიან დიდი ციფრი, ძალიან კატასტროფული მაჩვენებელი და ესეც როგორც ვხვდებით, ეს არის არაზუსტი მონაცემები. ამიტომ როცა 24 წლის რაღაცა ესე აჯანყებას ისე აგდებულად მოიხსენიებთ, ეს ძალიან ტრაგიკულია ისე ჩვენთვის, კოლექტიური მეხსიერებისთვის და რეალურად უნდა გავითვალისწინოთ, ეს იყო ძალიან მასშტაბური, ძალიან ყოვლის მომცველი, ყველა კლასის
და ის ადამიანები ნამდვილად არ ხვდებოდნენ რომ თბილად ჯანმრთელობდნენ და მიზანი აძლევდნენ. მათ ჰქონდათ კაფეო მიზანი. მათ სურდათ აღედგინათ ის რაც 21 წლის თებერვალში დაკარგეს და ეს იყო მოდერნული დემოკრატიული სახელმწიფო თავისი ძალიან ბევრი ატრიბუტებით, რომელიც სამწუხაროდ დღესაც ოცნებად გვაქვს ქცეული და დღესაც ვერ მივაღწიეთ განსაკუთრებით დეცენტრალიზაციით, სოციალური დაცვის მექანიზმებით, შრომის პოლიტიკით, განათლებით, ხელმისაწვდომებით და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ გვახსოვდეს, განსაკუთრებით ხვალინდელი აქციისთვის გვახსოვდეს, იმიტომ რომ ჩვენი დამოუკიდებლობის რეფერენდუმში პირდაპირ იყო პროფილირებული, რომ ჩვენ დამოუკიდებლობას 91 წლის რეფერენდუმში აღვადგენთ 26 მაისის აქტის საფუძველზე. და სწორედ 26 მაისის აქტი თავისი შინაარსით იყო ის, რაც შემდეგ 3 წლის განმავლობაში ქართულმა საზოგადოებამ შექმნა და შექმნა თავისუფლად ამამაც სიამაყეთა შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ პერიოდის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მოდერნული დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც ევროპელებიც აღიარებდნენ და უამრავი მასალაა დაწერილი, სტატია წიგნით და ასე შემდეგ იმ პერიოდის საქართველოს ამ მოდერნულობაზე და დემოკრატიაზე. მადლობა, თუ გაქვთ კითხვები, დიდი სამრეკლო გიყავთ. მადლობა ძალიან დიდი. მე მაქვს ესეთი შეკითხვა. აი, ეხანდელ მოვლენებთან დაკავშირებით ხშირად მაქვს ხოლმე დარდი იმაზე, რომ თითქოს ეს დარდი უფრო საყოველთაო უნდა იყოს, უფრო მეტ ადამიანს უნდა ჰქონდეს წუხილი იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში, მაგრამ რა ვიცი, აი, სიმართლე რომ ვთქვათ, მე მგონი ყველას გვაქვს ამის გასწრება, რომ მაინც ნაკლებია ეს წუხილი ხალხში, ვიდრე უნდა იყოს. მაინტერესებს აი ყოველდღიურობა ახსენეთ და ეს საბჭოთა კავშირის არქიტექტურის შემოსვლა შინაარსში. აი, თუნდაც თუ არსებობს ჩანაწერები იმასთან დაკავშირებით, წუხილი, რომელიც მაშინ ხალხს აერთიანებდა, იდეალისტური წუხილი იყო, რომ რაღაცა დემოკრატიულობა დაიკარგა, მოდერნული სახელმწიფოს იდეა დაიკარგა, თუ იყო კიდევ რაღაცა დამატებითი ფაქტორი, რომელიც უფრო რაღაცა პრაგმატულ პრობლემას უფრიდა ყოველდღიურობაში ადამიანს, რომლის გამოც გარდაუვალი იყო აჯანყება. ეს არის ჩემი შეკითხვა. მადლობა ძალიან. საიდან დავიწყე ხო ფიქრობ, იმიტომ რომ ბევრი კუთხით შეიძლება ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, უბრალოდ მრავალწახნაგოვანია რა. პირველ რიგში აუცილებლად ვახსენებდი შემდეგს, რომ მაშინ როდესაც მაგალითად მოდერნული მუშებზე ლაპარაკობთ და ამ საზოგადოების ამ ფენაზე თუნდაც რა, ჩვენ და მე შეგვიძლია განვაცხადოთ უკეთესად, ჩემი გადმოსახედიდან არის ეს, რომ ეს ხალხი არ არის დღევანდელი გადმოსახედიდან დღეს რომელსაც ვახსენებთ, რაღაცა ვაიმე იდეოლოგია, კომუნიზმისთან დაკავშირება, მარქსიზმი, საბჭოთა კავშირი და ფოთლოს სტანზე. რეალურად ეს არის ხალხი და არა მარტო საქართველოში, ყველგან ასე ხდება, როდესაც ევროპული მოდერნული სახელმწიფოები წავიდება ურბანიზაციის დროს, როდესაც აღარ არის ბატონყმობა, ადამიანი იწყებს ქალაქში, გლეხები მიდიან ქალაქში, ხო? და იქ ქარხნებში ყალიბდება ეს რაღაცნაირად ახალი გამოცდილება ყოველდღიურობის და საერთო ამბების. მაშინ, როდესაც ერთ მაგალითად თბილისში, რომელსაც ქარხანის სხვა რეგიონიდან ჩამოსული ამდენი გლეხი ზის და ყვება ამბებს წარსულის შესახებ, ამბებს აჭყოს შესახებ, ამბებს თუნდაც მომავლის შესახებ, ეს აშკარაა, რომ ქმნის რაღაც ახალ დასაყრდენს საზოგადოებაში, რაც ჩემი გადმოსახედიდან არის სამოქალაქო განცდის და სამოქალაქო აზრის შექმნის პროცესი, რაც გულისხმობს შემდეგს, რომ შენ ცხოვრობ ქალაქში, შენ ხარ ადამიანი, რომელსაც არც გვარი გაქვს, ან გვარი გულისხმობ, რომ არ გაქვს თავადური გვარი და წარმომშრომა და იქიდან დატოვებული ფული და შეძლება და ხანდახან მოვალეობები, ხარ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც არის თავისუფალი, რომელსაც აქვს შესაძლებლობები და ცდილობს, რომ ყოველდღიურად საკუთარი თავისთვის, საკუთარი ოჯახისთვის რაღაცა შეცვალოს. და ეს ხალხი ყველაზე უკეთ იაზრებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკური ცვლილებები ამ ხალხის თვითონ ყოველდღიურობის გაუმჯობესებისათვის.
პირდაპირ მნიშვნელობით იაზრებენ ამას, იმიტომ რომ ისინი ხედავენ ქალაქში ერთმანეთის გასაჭირს, ხედავენ ასევე ვისთან არის გარიგებული დასვლა პოლიტიკური იერარქია, თუნდაც ეკონომიკური გათვლებით როგორ მოქმედებს საზოგადოებაზე და ისინი არიან ადამიანები, რომლებიც არიან აქტიურები, ანუ ქალაქში აწყობენ დემონსტრაციებს. და თუ გავიხსენებთ მაგალითად არაქელ აუხვაშვილის ერთ-ერთი პირველი მუშა რევოლუციონერის მოგონებებს, ერთ-ერთ მოგონებაში უწერია, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში უკაცრავად, რომ როდესაც დამსაქმებელთან კამათი მოვა და მოკლედ ხო და ისინი ესე მოკლედ ესეთი ამბავი არის, რომ ჩხუბის შემდეგ ტოვებს ოთახს და შეიხედავს კარებას, კარში აღებს შეიხედავს და ეხლა რომ მე მოვა დრო, როდესაც მეც ისეთივე მოქალაქე ვიქნები, როგორიც შენ. ანუ მათ აქვთ უკვე რაღაცა ეს ჩამოყალიბებული იდეა, რომ ისინი არიან აქტიური ადამიანები, აქტიური მოქალაქეები, რომლებიც ყოველდღიურობისთვის რაღაც უნდა შეცვალონ. ის რა პრობლემაც დღეს ჩვენ გვიდგას, ეს მგონია უფრო მეტად საბჭოთა პოლიტიკის შედეგი, რაც გულისხმობს შემდეგ ტოტალიტარიზმის ფორმულა ჩვეულებრივად არის ეს, რომ როდესაც გინდა ამ ტოტალიტარული მართლობის დამყარება, აუცილებელი არის ადამიანები მოაქციო იზოლაციაში, ანუ საჯარო სივრცისგან იზოლირდნენ ისინი, რომ მათ აღარ ქონდეთ საჯარო სივრცისგან წვდომა ან აქტიური ჩართულობა და მოაქციო ისინი კერძო აზროვნებაში. ანუ თქვა, რომ შენ მასწავლებელი რომ ხარ, წადი კაცო შენ საქმეს მიხედე. ანუ ასწავლე სკოლაში და აკეთე შენი საქმე. შენ სტუდენტი რომ ხარ, წადი და აუდიტორიაში შენ გარეთ იმიტომ ხარ გამოსული, რომ სწავლა არ გინდა ალბათ და ზარმაცო. შენ ექიმი თუ ხარ, შენ ფიქსი გაქვს დადებული, რომ ადამიანი უნდა გადაარჩინო და რა გეპოლიტიკება. ანუ ადამიანების ჩამოშორება პირდაპირ მნიშვნელობით საჯარო სივრციდან და შემდეგ საკუთარი კმაყოფილების შეგრძნება შენს კარიერულ წინსვლაში და არა იმით, რომ ქვეყანა აღარ იქნება რა. ან ეს დღევანდელობის პრობლემა ჩემი აზრით შეგრძნებითადაც და რაც მუშაობს რა, მაგალითად მასწავლებლებზე ან ადმინისტრაციულ რესურსებზე პირველ რიგში არის სწორედ ეს, რომ შენ დარჩენ შენ კერძოობით აზროვნებაში და სახალხო სამოქალაქო საჯარო აზროვნება არ უნდა გქონდეს და პროცესში იღებდა მონაწილეობას. თუ არის ერთი კითხვა და მე მგონი უნდა დავასრულოთ. ერთს დავამატებ, აი ამ კითხვაზე სხვადასხვა სოციალური ჯგუფი უფრო სხვადასხვა პერიოდში ხდება რა არის რეალურად ეს ბოლშევიკური რეჟიმი. თვითონ ცეკაც კომუნისტური პარტიის ესეთ კორელაციას აყალიბებს, როდის რომელი ჯგუფი ჯანმრთელობა და წევს წინააღმდეგობას. ცეკა მაგალითად იგივე ორჯონიკიძეს ამბობს, რომ პირველი წინააღმდეგობა გაგვიწია იმ ჯგუფმა, ვინც ყველაზე მეტად იყო ორგანიზებული მუშები და შემდეგ ვინც ყველაზე მეტად იცოდა წერა-კითხვა და განათლება. ეს ძირითადად ხდება დასავლეთ საქართველოს რამოდენიმე მაზრა, სადაც წერა-კითხვის დონე ბევრად მაღალი იყო ვიდრე დანარჩენ საქართველოში. ეს არის გურია, იმერეთი და შემდეგ უკვე ვთქვათ იგივე რაჭის და სვანეთის და ასე შემდეგ. ანუ ესეც ძალიან საინტერესო კორელაციაა, იმიტომ რომ ის მენშევიკობა გურულების და გურულების წინააღმდეგობა გამომდინარეობდა მათი ამ განათლებისადმი ტოლით, რომ და უფრო მეტად რო იაზრებდნენ ამ შემთხვევაში. თუმცა უკვე რაღაცა 22-23 წლებში უკვე ყველაფენა მიგრძნო, რას ნიშნავდა უკვე ბოლშევიკური ხელისუფლება. ლაზარი, ერთი კითხვა და ძალიან გადავაჭარბეთ მეგობრებო. გადავაჭროთ. მე ერთი გამაინტერესებს ახლა სამოქალაქო უნაზე ვისაუბრეთ. პოლიტიკოსების როლი მაინტერესებს აჯანყებებში და ბევრჯერ მსმენია, რომ 21-ში ვთქვათ იომეს, მე წავიდნენ ვიღაცები ემიგრაციაში, ვინ დარჩნენ, რა ორგანიზება გასწიეს და რა ბედი ეწია ძირითადად ამ პოლიტიკოსებს ვინც აღდგენში. მოკლედ შევეცდები ლაზარი, ესა ძალიან მნიშვნელოვანი. ეს წასვლა არ არის ქაოტური. ბათუმში იმართება დამსწრებელი კრების ბოლო სხდომა. გვაქვს ამის ჩანაწერებიც. დამსწრებელი კრების სხდომები თბილისის შემდეგ იმართება ქუთაისში და შემდეგ ბათუმში. სხდომაზე მიიღებენ ასეთ გადაწყვეტილებას, რომ ის ადამიანები, ვისაც შეუძლია კაპიტულაციაზე ხელმოწერა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გიორგი მაწახსენა, რომ ისინი ამ ევროპაში პროპაგანდის გამო დიდ როლს ანიჭებენ, ეს არ მოხდეს კარგაფონდეს როგორც ოკუპაცია, არამედ მოხდეს კაპიტულაცია, ხელი მოაწეროს რაღაცა შეთანხმებას ნოე ჟორდანიმ და ამას ღიად ითხოვენ.
ამას არ უარყოფენ კომუნისტებიც. და ამ დროს დამსწრებელი კრება იღებს გადაწყვეტილებას, რომ ყველა ის პირი, ვისაც შეუძლია კაპიტულაციას ხელის მოწერა, წავიდეს ემიგრაციაში და იქიდან გააგრძელოს ბრძოლა დამოუკიდებლობის აღდგენისთვის. ეს არის ძირითადად მთავრობის თავმჯდომარე, დამსწრებელი კრების თავმჯდომარე, გენერალიტეტი, გენშტაბის უფროსი და მხედართმთავარი, რამოდენიმე მინისტრი, ელჩები. დაახლოებით რო წარმოვიდგინოთ, ეს არის პოლიტიკური ელიტა, რომელიც შედგება დაახლოებით 150 კაცისაგან. აქედან მიდის საბოლოოდ წავიდა 32, მაგრამ ამათი ნაწილიც 22 წელს გავიდა. ანუ 10-15 ადამიანი მიდის ძირითადად. აქ რჩებიან, რო წარმოვიდგინოთ, აქ რჩება მაგალითად ვიცე-პრემიერი მიგოლ ორთიფანიძე, რჩება ვიცე-სპიკერი, რჩებიან პარტიის დამფუძნებელი ისიდორე რამიშვილი და სილვისტრო ჯიბლაძე. ოპოზიციიდან ძალიან ბევრი, ოპოზიციიდან მიდის მხოლოდ ძირითადად ისინი, ვინც პარალელურად არიან ელჩები, დიპლომატები და მათ შეუძლიათ ამ კუთხით იბრძოლონ. დანარჩენი რჩება აქ. 21 წლის მარტ-აპრილში უკვე ისინი აორგანიზებენ თავიანთ იატაკქვეშა მოძრაობას. ამ კუთხით ყველაზე დიდი გამოცდილება სოციალ-დემოკრატებს ჰქონდათ. და ისინი უფრო დიდ ქსელს ქმნიან და თან უფრო მასშტაბური პარტია. რო წარმოვიდგინოთ, ამ პერიოდში 100-ზე მეტ წევრს აერთიანებს ეს პარტია. დანარჩენი პარტიას გავლენიები არიან. ესენი რჩებიან და რო ვახსენე, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა შემდეგ რეპრესიებს ეწირება, ეს არის 24 წელს. სხვადასხვა წასულებისგან ძალიან ვინც ემიგრაციაშია, ძალიან ბევრი ბრუნდება. მაგალითად, ვალიკო ჯუხელი, გვარდიის ხელმძღვანელი. მაგალითად, თბილისის პირველი დემოკრატიულად არჩეული პირველი ქალაქის თავი, ბენია ჭეკვიშვილი, ბრუნდება იმისთვის, რომ აქ აჯანყებას გაუწვეს. მაგალითად, ნოე მერიკი, რომელიც ძალიან გავლენიანი მინისტრი იყო. ანუ ემიგრაციიდან წასულებით ძალიან ბევრი დაბრუნდა აქ და დახვრიტეს. 24 წლის აგვისტოს სექტემბერში დახვრიტეს დამსწრებელი კრების 12 წევრი. პირველი მსხვერპლი მოყვა მაგალითად 21 წელს. 21 წლის სექტემბერში ციხეში გარდაიცვალა სამხედრო მინისტრი პარმენ ჭიჭინაძე, რომლის დაკრძალვას სხვადასხვა იქცა პირველ მასობრივ ანტისაბჭოთა აქციად და ნეშტი მოიპარეს. იმდენად მასშტაბური იყო, რომ უკვე ჩეკა დასდებდა მთელს ქუჩებში, როგორც ამბობენ დაახლოებით 3-დან 4,000-მდე დემონსტრანტი იყო ამ დაკრძალვას. შემდეგ 21 წლის ფებრუარში გარდაიცვალა ისიდორე სილვისტრო ჯიბლაძე, რომელიც იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელი. ნეშტი მოიპარეს იმისთვის, რომ არ მოყოლიყო თქვა წინააღმდეგობა. ციხეებში ძალიან ბევრი იხოცება დამფუძნებელი კრების წევრები და საბოლოოდ უკვე 37 წელს ფაქტობრივად ობენ ყველას 21 წლიდან მოყოლებული პოლიტიკურ ლიდერთა აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც საქართველოში დარჩა, არის გადასახლებაში. და წარმოიდგინეთ 17 წლიანი გადასახლების შემდეგ უკვე ძალიან მოხუცებულ ისიდორე რამიშვილის მოგონებას მე ძალიან ვირჩევთ, თუ გინდათ გაიგოთ ეს ეპოქა, წაიკითხოთ, სადაც ფაქტობრივად ჩახმახის გამოკვლევის ხმაც კი ისმის ამ მოგონებებში, რომ 17 წელი აწამებენ ამ ხალხს და 79-80 წლის ხალხს შემდეგ ყვნენ ძალიან მარტივ მიზეზს, რომ ისინი იყვნენ კონტრრევოლუციური მენშევიკური ცენტრის, კონტრრევოლუციური ეროვნულ-დემოკრატიული ცენტრის, კონტრრევოლუციური ფედერალისტური ცენტრის ეს სოციალ-რევოლუციონერების. ანუ ფაქტობრივად ყველა პარტია მონაწილეობს ამ წინააღმდეგობაში ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა. მაგალითად, ფედერალისტებიდან ჩავალ უცბიძე და რამოდენიმე უკვე ღია თანამშრომლებთან და კოლაბორატორები კომუნისტებთან, დანარჩენი აბსოლუტური უმრავლესობა არის წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩართული. აი როგორ დონეზე, მაგალითად, მაზრის ხელმძღვანელებია დახრეტილი. მაზრის ხმოსნები, ანუ ეს არის ჩვეულებრივი ხმოსნები, რომლებიც ადგილზე არიან წინააღმდეგობის მოძრაობის ხელმძღვანელები. ეს ძალიან მასშტაბურია, აი სოფლის დონეზე პარტიების ლიდერები, ვინც იყვნენ მასწავლებლები ძირითადად, ისინიც კი არიან ამ დახვრეტების ერთ-ერთი მსხვერპლები. აი მაგალითად, მე მგონი ედვარდ შევარდნაძეს აქ თავის მოგონებებში მამამისზე ის იყო მენშევიკი, ამბროსი, ადგილზე სოფელში და ისიც იყო დასახვრეტა სიაში, უბრალოდ შემდეგ გადაარჩინა ერთ-ერთმა ნათესავმა. ისე დონეზე ჩავიდა ეს რეპრესიები შემდეგ 25 წელს, რომ უკვე შეეხო ყველას, იმიტომ რომ ეს უკვე იყო მიზანი მოესწროთ არა მხოლოდ რესპუბლიკა, არამედ მოესწროთ მეცნიერება და რაიმე იდეა დემოკრატიზმის და სოციალ-დემოკრატიზმის ამ მიმართულებით იდეა. მე როგორც დავიგეთ თქვენი შეკითხვა, თქვენ უფრო გაინტერესებთ, რატო არ არის დღეს პროტესტს, რატო არ თანაუგრძნობს რაღაცა უფრო მეტი რაოდენობის ადამიანი, ვიდრე ჩვენ ვხედავთ ამ პროტესტებს. ეს უკვე არის კითხვა არა იმდენად მე საუკუნის 20 წლებზე, რამდენადაც პოსტსაბჭოთა საქართველოს. და პოსტსაბჭოთა საქართველოში პროტესტების, აი, რა ვიცი, 1989 წლის 9 აპრილიდან სულ მონაწილეობს ყველანაირ პროტესტში. ჩემი დაკვირვებით რაც არის, თუ რაღაცა, აი,
ყოველად გაუგონარი არ ხდება, პროტესტი საქართველოში არ ხდება მასობრივ. ესეთი ლოგიკა აქვს სამწუხაროდ აი ამ პროტესტებს. მეორე კიდე რაც ჩემი დაკვირვებით მნიშვნელოვანია, უწინ ლიდერს აი ამ აქციების ჰქონდა უფრო დიდი მნიშვნელობა. ანუ ლიდერი იყო ფაქტობრივად აი პროტესტის ცენტრი. ლიდერი თუ მოგიწოდებდა რომ უნდა წასულიყავი მიდიოდი, ეხლა ხდება აი ამ პროტესტის დეცენტრალიზაცია. ზოგი ამბობს რომ ეს არ არის კარგი პროცესი, მე მგონია რომ ეს ძალიან კარგი პროცესია, რომ აი ეს რაღაცა ბელადისადმი ტოლვა ნელ-ნელა იცვლება და ჩვენ გადავდივართ არა ბელადისადმი თანაგრძნობაზე, არამედ იდეისადმი თანაგრძნობაზე და ეს პროცესი მე მგონია რომ არის ძალიან ნორმალური. ჩემს თანამოაზრეებში, აი თქვა ჩემს მეგობრებში, ხო? ადრე უფრო ქაოტური იყო შეხედულება აი ამ პროცესებზე. ჩემი უახლოესი მეგობრები, თქვათ ეხლა დგანან სხვა მხარეს, იდეურად, ვიდრე მე ვდგავარ და ეს არის აი პროცესის შედეგი, რაზეც გითხარით მე, ანუ როდესაც ბელადებისგან თავისუფლდება სივრცე და იწყება სხვა ტიპის წინააღმდეგობა, სხვა ტიპის ერთგულება. გარდა ამისა, წინა პროტესტებისთვის საპროტესტო ადგილზე მისვლა იყო აუცილებელი, რომ გაგეგო რაზე იყო პროტესტი, რა ხდებოდა და ეხლა ეს ყველაფერი არის კომპიუტერში და ტელევიზორში. ტელევიზორში ალბათ იმდენად არა, რამდენადაც ვთქვათ ფეისბუქში და სხვა სოციალურ ქსელებში. როდესაც შენ ინფორმაციას იღებ, სრულიად ალბათ არა, მაგრამ იმდენი ტიპის მიკერძოებებს ხედავ ამ ინფორმაციის გადმოწოდებაში. რა თქმა უნდა, ნეიტრალურადაც არსებობენ ნეიტრალური მომწოდებლებიც, რომ შენ რაღაცა სრულფასოვანი წარმოდგენა გექნება ამაზე და უფრო ზარმაცობ რომ წახვიდე პროცესში, მაგრამ თუ ეხლა არის რაღაცა მომენტი, სადაც მისვლა აუცილებელია, თქვათ, რომ ორგანიზების გარეშე დღეს სერიოზული ორგანიზების გარეშე პროტესტი სამწუხაროდ თუ რაღაც როგორც გითხარით ზემოთ ძალიან ტრაგიკული არ ხდება, მასობრივი უფრო რთულად ხდება პროტესტი, ვიდრე ეს იყო არის. მადლობა. მე მგონი ჩვენ დრო ძალიან გადავაჭარბეთ, აგებული 40 წუთის ვარსკვლავი და საათი მეტი ხანია საუბრობ და რო შევაჯამოთ და დავასრულოთ. ამ თემებზე საუბარი, დისკუსია ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რეალურად გავიგოთ რა დავკახეთ, რა გამოცდილება ჰქონდა და რა მოყვა ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, ერთ-ერთი ყველაზე კარგი და პოზიტიური გამოცდილება რესპუბლიკის სახით და შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, რაც დაკარგეთ და რაც მოყვა. მადლობა აქ ეთერის ორგანიზატორებს, მადლობა თქვენ, მადლობა ყველა ჩვენს მეგობარს, ვინც გვისმენდა და ვინც ამ პროცესებში მონაწილეობს. და ხვალ ძალიან სიმბოლურია, რომ აი ისევ ამ 26 მაისთან დაკავშირებით, შემდეგ რეფერენდუმთან დაკავშირებით, ხვალ სხვადასხვა არეალში ვიკრიბებით, ნაწილი ვიკრიბებით აქედან ძალიან ახლოს 26 მაისის ერთ მთავარ შემოქმედის ბიუსთან, აკაკი ცენტრის ბიუსთან, სულ რამოდენიმე ასეულ მეტრში, შემდეგ საზოგადო მაუწყებელთან, რუსთაველზე და იმედი მაქვს, რომ ეს დღე კიდევ უფრო მეტად გაგვახსენებს, რა გქონდა, რა გამოსდება გქონდა და ჩვენმა ყურადღების მოგონებამ, ევროპის მხრიდან ცოტათი ასე ვთქვათ, გატარებამ ბევრი რაღაცის რუსული ოკუპაციის მიმართ რა გამოიწვია, ამაზე მსჯელობა და საუბარი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ ამის გარეშე ისევ შეიძლება იგივე დაგვემართოს, რაც დაგვემართა 100 წლის წინ. მადლობა.